ჩუსოკი კორეული მადლიერების დღეა და სოლალის შემდეგ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულად ითვლება კორეაში. დღესასწაული ყოველი წლის შემოდგომაზე მთვარის კალენდრის მიხედვით მერვე თვის მე-15 დღეს იმართება და 3 დღეს გრძელდება. ძირითადად დღესასწაული სექტემბერსა ან ოქტომბერში იმართება. ეს არის მოსავლის დღესასწაული, ხალხი მადლობას უხდის ბუნებას უხვი ნაყოფისთვის. მსგავსად საქართველოში რთველი არ არის მხოლოდ ყურძნის დაკრიფის პერიოდის დასაწყისი, არამედ მადლიერების, შრომისა და ერთიანობის დღესასწაულია. ოჯახები და მეგობრები ერთად იკრიბებიან ვენახებში, შრომობენ და ასევე მზეიმობენ როგორც ბუნების ნიჭიერებას, ასევე მოსავლის სიუხვეს. თვითონ კორეელები ჩუსოკზე ტრადიციულ ბრინჯის ღვაწლს მიირთმევენ სახელად ტოქს, მის ნაირსახეობა სონფიონს, რომელიც ბიჭვის ფოთლებზე ორთქლში მზადდება. ამ დღეს უფროსები და უმცროსები ერთად ერთობიან თამაშებით, ცეკვებით და იცვამენ ტრადიციულ სამოს ჰანბოქს. კორეის ტრადიციულ თამაშებს ღრმა ისტორია აქვს. კორეის ტრადიციული თამაშების შექმნა დაკავშირებულია ხალხურ რწმენებთან. დიდი ხნის განმავლობაში კორეული საზოგადოება მისდევდა მიწათმოქმედებას და ჰქონდათ ღმერთების ძლიერი რწმენა. სწორედ ამ პერიოდში განვითარდა კორეული ტრადიციული თამაშები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხური რწმენა გაქრა, ხალხი მაინც განაგრძობდა თამაშებს იაპონიის მიერ ოკუპაციის დროსაც კი. რეგიონის მიხედვით თამაშები და წესები შეიძლება განსხვავდებოდეს. ეს თამაშები ხალხს აძლევს კომუნიკაციის საშუალებას და შესაძლებლობას გაატარონ დრო მათთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. ყველაზე პოპულარულ თამაშებს შორისაა ჯეგი-ჩაგი, ნოლტვიგი, შირიმი, იუნორი, თუხო და ასე შემდეგ. ტრადიციულ კორეაში წლის დასაწყისში იუნორის თამაში იყო შესაძლებლობა ოჯახისა და საზოგადოების განმტკიცების და შეკავშირებისთვის. ასევე წარმოადგენდა იმედს მომავალ შემოდგომაზე უხვი მოსავლის მისაღებად. ამ თამაშის პოპულარობა, რომელიც წარმოიშვა წარსულის ხალხში, კვლავ უცვლელი რჩება კორეის თანამედროვე საზოგადოებაში. ამ დღეს ოჯახის წევრები და ნათესავები ერთად იკრიბებიან და პატივს მიაგებენ წინაპრების ხსოვნას. ამიტომ ყველა კორეელი ცდილობს ჩუსოკზე თავის სამშობლოში დაბრუნდეს და დღესასწაული ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროს. ჩუსოკი არის ოჯახური ერთობის, სიყვარულისა და მადლიერების სიმბოლო. ორივე დღესასწაული გამოხატავს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას. როგორც ჩუსოკი, აგრეთვე თვერთველი არის წინაპრებისა და ტრადიციების პატივისცემის გამომხატველი დღესასწაული. შესაბამისად, ისინი ხაზს უსვამენ ოჯახისა და საზოგადოების ჰარმონიულ თანაცხოვრებას. ამასთან ერთად, მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა, ჩუსოკი და თველი ერთი და იმავე სულისკვეთების მატარებელია. ორივე მათგანი წარმოადგენს ნაყოფიერებისა და მადლიერების ზეიმს.